მოგესალმებით. აი ახლა ესეთი ორი დეტალი მაქვს დღეისთვის. ცოტა ესეთია, მე მგონი არ არის რთულები და დავიწყებ აი ამ პატარა დეტალით. აქ ესე იგი შიგა წრეს გავაკეთებ მე. ესე ავკრიფავთ აი ამ რგოლის გარშემო თვლებს. აქ გვჭირდება ჩვენ 17 თვალი. ერთი თავისუფალი თვალი ბიჭისთვის და ახლა დავიწყეთ თვლები ნამატის გარეშე. ეს პირველი თვალი. აქ პრინციპში ანუ შეკვრას არ ვაპირებთ, ხედავთ, აი ღიაა ეს კიდე, ესე. თქვა, მთლად ესეთი წრე არ არის და მაინც ის არ არის ეს ბოლო წერტილი, მაგრამ არ მაინც გავაკეთოთ, ხო? ესე იგი 17 თვალი ნამატის გარეშე. ეს მესამე, თან ძაფის ბოლოს ვაყოლებ და შეგიძლიათ მე არეგულიროთ, მოკაჭოთ თუ თქვათ ძალიან ისა დიდი გამოგდით აი ეს რგოლი. ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 ეს 17 თვალი მოგსოვე და აქ პირველი წრე ეს უნდა ჩავკეტოთ პირველი წრე. ესე შემართებელი თვალით. ეხლა უკუსვლით მოგხსოვთ აი ამ ნახეთ ეს ამობურცული ნაწილი არის აი ესე მოგხსოვილი უკუსვლით, ანუ ესეთი დაკბილული კიდით. ერთი თავისუფალი თვალი და წინა თვალში აი ესე, რაც უფრო თავისუფლად ამოიყვანთ აი ამ თვალს, ხო, უფრო ესეთი ფაფუკით და კარგად მოცულობითი ეს გამოგივათ ნაკსოვი, რელიეფური უფრო მეტად. თითო თვალში, თითო თვალი ესე უნდა შემოყვეთ. ახლა აქაც ესე 17 ესეთი გრეხილი თვალი გექნებათ. ესე დავარქვი უკვე ამ თვალს გრეხილი ქართულად, რომ უფრო ადვილად მიგახვედროთ. მოდით ბარემ გავალ ბოლომდე. აი მოვედი ამ ადგილას უკვე და საწყის წერტილას და აქ როგორც გითხარით, ეხლა ჩვენ წრეზე აღარ წავალთ, ვივლით აქეთ მხარეს, ანუ აქ დაგრჩება თქვენ ცოტა ესეთი გამოტოვებული ეს ადგილი, თუმცა თვლები ისე გვაქვს მოგსოვილი, რომ ყველა თვალში შევედით აი აქ გარშემო. ეხლა ჩვენ მოგსოთ ბეკპოსტებით და გვექნება ცოტა აქ განსხვავებული, ნახეთ, ცოტა სვეტებიც არის, ნახევრად ნამატი თვალი და პირველი თვალი იქნება ნამატის გარეშე. ესე იგი, ეხლა ჩვენ ჩავამაგრებთ უკან და უკან შევალ აი აქ. აქ არ აქვს მნიშვნელობა დიდი ზუსტად ესე თვალს, მაგრამ უკან, ესე იგი, ბეკპოსტი და თვალი ნამატის გარეშე. ეს პირველი. შემდეგ იქნება სამი თვალი იქნება შემომდევნო თითოდ აი ესე ბეკპოსტი ნახევრად ნამატებით, ხედავთ? აი ესე ყაისნახსი გადადებთ ძაბს, გადააკვირდით. აი აქ ახლა მომდევნოში თითო ჯერ შედიხართ თითო თვალში. ეს მეორე ბეკპოსტი თვალი ნახევრად ნამატით და კიდევ ერთი. აი აქ. მიდია რომ ჩანს. თუმცა ფოკუს კარგავს ესე ადვილად. აი ესე. ეხლა უკვე თითო ნამატით მომდევნო. აქ თითო თვალში თითო შესვლა ესეთი თვალი თითო ნამატით ბეკპოსტი. ნახეთ, ეს ბეკპოსტი თქვენი ამოატრიალებს აი ამ ნაკსოვს და ეს ზემოდან დაგიჯდებათ. ძალიან ლამაზია. აი ესე უნდა გავყვეთ ეხლა ჩვენ სანამ არ მივალთ საწყის წერტილთან, იქ როცა დაგრჩებათ 4 თვალი, ანუ 3 თვალი გჭირდებათ, რომ მოგხსოვთ როგორც ნახევრად ნამატით და 1 თვალი ნამატის გარეშე, ხო, როგორც დასაწყისში ესე დავიწყე. აი ესევე, ამიტომ უნდა ყურადღებით იყოთ, რომ ბოლო 4 თვალი ესე სვეტის სახით არ მოგხსოვთ. დანარჩენი, აი ახლა რასაც გხსოვთ, ჯერჯერობით სვეტებს გხსოვ. თითო თვალში თითო. ცოტა შეიძლება მოიკუჭოს ცოტა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აბა ნახოთ რამდენი დაგვრჩა. 1
1 მაინც ესე 1 2 3 4 კიდევ ერთ სვეტს ამოვიყვან აი აქ და შემდეგი უკვე ნახევრად ნამატით 1 მომდევნოში 2 მესამე მომდევნო თვალში აი ხედავთ ხო მიჯრით არის და ბოლოს ერთი თვალი გვაქვს ნამატის გარეშე აი ეს ადგილი ნამატის გარეშე აი ეს ეხლა მოვტრიალდები და უკან წამოვალ ისევ ხვდებით ესეთი დაგრეხილი თვლები ესეთი გრეხილი უფრო სწორად აი ეს ერთი თავისუფალი თვალი და იგივეში შევალ მოდით ესე გავაკეთებ და ესეთი უკანასულით მოგსოვოთ ესეთი ლამაზი კიდე და კიდევ ერთი აი ესე ეხლა თუ გინდათ რომ ძალიან ლამაზად ჩახვიდეთ ჯობია რომ აქ ეხლა მოვჭრი მე ძაბს ცოტა გრძელ ძაბს მოვჭრი და გამოვატაროთ ეს ძაფის ბოლო და ცოტა ქვემოთ ჩავიტანოთ აი აქ რომ არ იყოს ძალიან ისე მკვეთრი დამთავრება აი აქ შეგიძლიათ აი ესე ჩაიტანოთ აი ესე მოკაჭეთ აი ეს და მას უკვე გამოვიყენებთ ჩვენ მისაკერებლად აი ესეთი ლამაზი ესეთი თითქოს ყვავილია ოდნავ უფრო დიდია ვიდრე ეს ძაფის სისქის გამო კარგი ეს ერთი ეხლა მეორე ეხლა აი ეს დეტალი ამისთვის ჩვენ გვინდა ჯაჭვი აქაც ესე 17 თვალი გვაქვს რაღაც ესე დაემთხვა შიგნი გული აქაც 17 ქონდა აი აქ ეხლა აი სიგრძე არის 17 თვალიანი შეგიძლიათ რა თქმა უნდა სხვა სიგრძე გააკეთოთ არა ეს აუცილებელი ისეთი სიგრძე როგორც მე გავაკეთე მაგრამ ერთი რაც მინდა გითხრათ რომ აი ამ თითოეულ დეტალს შეესაბამება ორი თვალი ანუ ერთი რაზეც დგას და კიდევ მათ შორის აი ორ ასეთ ორნამენტ შორის არის კიდევ ერთი თვალი ანუ ლუწი რაოდენობა და პლუს 1 აი ლუწი რაოდენობა პლუს 1 მაინც კენტი რაოდენობა გჭირდებათ აი ჩემსავით ეხლა მე 17 გითხარით ხო 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ხო აქ ნაკლები მაქვს კარგი მე ხა მოგსოვა აქ უფრო ნაკლებია ისე ჩანს მე მოგსო 17 თვალით აი ესე ნახოთ აი ესე კვანძი პირველი და ესე კი 17 თავისუფალი თვალი 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 და 17 თავისუფალი თვალი. ეხლა ეს მე 17 თვალი ეს არის აი ამის ნაწილი და კიდევ ერთი თვალი გვინდა ჩვენ ბიჯისთვის, ანუ მე-18 თვალი როგორც ბიჯის. და მოვტრიალდებით და აქ მოგხსოვთ პირველ თვალს მოგხსოვთ აი ესე ვთქვათ ბიჯის წინა თვალში ხო? როგორც თვალს ნამატის გარეშე. შემდეგ მოგხსოვთ თვალს ნახევრად ნამატით. ხედავთ, აი ეს ნახზე გადავდე ძაბი. აი ესე. შემდეგ იქნება თვალი ერთი ნამატით და ასე ბოლომდე, სანამ არ დაგრჩებათ ბოლო ორი თვალი. ბოლო ორი თვალი ესე იქნება თვალი ნახევრად ნამატით და სულ ბოლო თვალი ნამატის გარეშე. აი ესე ახლა გავყვები მე, თქვენც გაყევით, როგორც გითხარით, ბოლო ორ თვალის ესე იგი მოგხსოვა უნდა გააკეთოთ ცოტა განსხვავებულად, ანუ ეს სვეტები შეიცვლება
იქნება თვალი ნახევრად ნამატით და ბოლო თვალი ნამატის გარეშე. და ბოლო ორი თვალი, ესე იგი, როგორც თქვით, თვლები, ესე იგი, ჯერ ნახევრად ნამატით ერთი და ბოლო ნამატის გარეშე. აი ეს. ეხლა წამოყვებით აქეთ მხარეს, აი რაჭი შაქს რომ ეძახიან უკუსვლით, ერთი თავისუფალი თვალი, აი ამავე თვალში ამოვიყვან პირველს, ესე გრეხილ თვალს და მივიღებთ ლამას კიდეს. თითო თვალში თითოჯერ შეხვალთ. ორივე კედელში, ხო, როგორც აი ეს. როგორც ვაკეთებთ ხოლმე. მას ხშირად ვიყენებ ახლა ამ ორნამენტებისას ძალიან ლამაზი კიდეები ჯდება ესეთი სვლით. აი ისინი გავყვეთ ბოლომდე. აი გავედი კიდევ ერთი აი ბოლო, ხო, თვალი ნამატის გარეშე სადაც იყო, იქაც გავაკეთოთ და მურჩა. ესეთი ლამაზი ნაკსოვი გაქვთ. ეხლა აქეთ წამოყვები და ეხლა აქ ისე ვაკეთებთ, თან უკან ბეკპოსტებით უნდა გავაკეთოთ ნაკსოვი და თან აი ესეთი ლამაზი ორნამენტები უნდა დავსვათ, აი ესეთი. ხვეები ესეთი. აი ყვავილი რო გავაკეთე ხო ერთ-ერთ წინა გაკვეთილზე მსგავსი ეს აქვს ხვეები. აქ ეხლა აქ ცოტა ნაკლები ხვეები, აქ 5ჯერ შესვლა საჭირო და თვლები იქნება 3 თავისუფალი თვალი ამოვგზავნოთ პირველი, ანუ აქ სვეტები მექნება თვლები თითო ნამატით, რაზეც დაეხვევა ის ლამაზი ორნამენტი. ესე იგი 3 თავისუფალი თვალი ეხლა პირველი თვალი ცოტა ზემოთ გავაკეთე, მაგრამ არა უშავს. წესით აი ბეკპოსტებით უნდა გავაკეთოთ, მოკლედ რომ ეს ამოვიდეს, მაგრამ ეს რახან კიდურა აიღოს ესე, შეიძლება აქეთაც ესე გავაკეთო, რომ ესე სიმეტრიულად დაბოლოება ცოტა ესე ზემოთ იქნება, ვიდრე დანარჩენები უფრო ქვემოდან ამოვლენ. კარგით, აი 3 თავისუფალი თვალი და ეხლა 5 ესე იგი ესე შესვლა დაგჭირდება. ტყაის ნახზე ძაფი გადადეთ. 1 2 ეს ძაფი რაც უფრო თავისუფლად გექნება, თუ უკეთესია. 3 4 და 5. აი 5ჯერ ესე შევედი ამოვიყვანე. ეხლა ეს გამოვატარე, აი აქ. აქ ეხლა ცოტა ისე აი ეს იყოს უფრო გრძელი, აქ არ იყოს დაგრძელება, ხო? 1 2 თავისუფალი თვალი გჭირდებათ. კარგით, ეს პირველი. შემდეგი 1 ნამატით, ხო? თვალი 1 ნამატით. აქ 3 თავისუფალი თვალი მქონდა თავიდან. ეხლა თვლები თითო ნამატით. ამბავ ნახოთ. ეხლა უნდა შევიდეთ უკან ბეკპოსტით და ცოტა უკან შევხედოთ. ესე იგი, ერთი თვალის გამოტოვებით. ეს იყო ფაქტიურად თვალი ნამატის გარეშე რო ქონდათ იმის თავზე, ხო? შემდეგი იქნება, აი ამ თვალს გამოვტოვებ და აი აქ. აი ბეკპოსტი. აი ესე და თვალი 1 ნამატით. აი ეს. ეხლა ამ თვალის გარშემო ესე 5 ესეთ ხვიას, როგორც აქეთ 5 მქონდა, აქაც ისევე. 1 2 3 4 5. შეგიძლიათ მეტი ხვეების გააკეთოთ. უბრალოდ შეხედეთ თქვენი ძაფის სისქე როგორ არის საშვებას გაძლევთ, როგორ უკეთესია. ეხლა 1 თავისუფალი თვალი, ოღონდ აქ ეს არ მოჭიმოთ, ხო? აი ეს ადგილი. და მეორე თავისუფალი თვალი. ისე 1 ნამატი აი აქ ვიყავთ, ხო? ამას ტოვებთ, ამას არ შეეხებით და აი აქ. ნახეთ, სად შევდივარ? აქ ესე კი არ შევდივარ. აი აქ. ძაფს და აი აქ თითქოს რაღაც ძაფები რჩება. აი ქვემოთ. აი ესე. მეორე, ესე თქვათ, მეორე სვეტი, აი ესეთი სვეტი ნაკსოვის თვალი 1 ნამატით. ისე მესამეა სვეტებში აქ, ხო? უკვე მესამე დეტალია ესეთი. ესე უნდა მოგსოვოთ, ისე ვიგივე. 5 ჩასვლა ესეთი.
2 3 4 და 5 ერთად გამოყავს 1 2 კარგი, და ისე გაყევით და ბოლოს ორსვეტს ესეც ისევ გაჩვენებთ, რომ როგორ დავამთავროთ. უпроსტად აქ შეგიძლიათ კიდევ აქ მე დამთავრებული მაქვს მართალია ესე, მაგრამ შეგიძლიათ კიდევ შემოყოთ. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ამას თითქოს სჭირდება, თქვათ თვლებით ნამატის გარეშე შემოყოლა, ესე ვფიქრობ. ან გრეხილით, აი ესეთივე გრეხილი რომ გავუკეთოთ კიდეზე, რომ დააფიქსირებს, აი ეს უფრო სქელებია, ვიდრე თვითონ ეს თავისუფალი თვლები, რა თქმა უნდა, უფრო თხელია ესე. კარგი, და ესე გამოვტოვეთ, აი ხედავთ ხო, აქედან აი აქ ამყვანილი მაქვს, შემდეგ ვტოვებ და აი აქ ერთი თვალის გამოტოვებით. გსოვთ თვალს ერთი ნამატით. აი ეს. კარგით, ესე გაყევით, თქვენს გსოვეთ. აი, უკვე მოგსოვე, ნახეთ, რამდენი გვაქვს 2 4 6 8 და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი მოიგსოვება, აქ მეტი არ იქნება კარგი, რომ ჩავამატოთ, იმიტომ რომ ნახეთ, აი აქ მოგსოვილია, ამას ტოვებთ, ერთი თვალის გამოტოვებით ხო, როგორც ვაკეთებთ და შემდეგი აი აქ უწევს. და ეს იქნება ასე თვალი ერთი ნამატით და აქ კიდევ ერთი ესეთი მეცხრე ესეთი ხვიებიანი ნაკსოვი. აი ეს მორჩა. აი ეს ვფიქრობ, რომ საკმარისია ესეთი. ეხლა აქ ერთი თავისუფალი თვალი, მხოლოდ ერთი გავაკეთოთ, მეტი არ არის საჭირო. და ეხლა მე როგორც გითხარით, აქ ვფიქრობ, რომ ეხლა თუ მოვტრიალდებით, მაშინ აქ რომ მოგსოვე ეხლა მე თვლები ნამატის გარეშე, ეს მხარე უგუღმად გამოჩნდება ამ თვლებისთვის ბოლო რიგი. ამიტომ მე გავაკეთებ აქაც აი ასეთ ხვიებს, როგორც აი ეს იყო წინა რიგში. ესე იგი, ერთი ეს თავისუფალი თვალი პრინციპში მოგსოვე უკვე და აი აქვე, ნახეთ, აქვე ჩახვალთ და აი ესე. შემდეგ აქ არკა ორთვლიანი იყო, ანუ ამ არკაში ნახეთ, აი ესე ორ თვალს გავაკეთებ გრეხილს, აი ესე. ეხლა აი ამის თავზე აი ესე. ისევ არკაში ორი გრეხილი, რომ ძალიან ზედმეტი რაოდენობა თვლების არ გამოგივიდეთ. გრეხილი თვლების. აი ეს ორი არკაში ორ თვალს აკეთებთ, ესე იგი და ამათ თავზე თითოს. აი ესე იგი ნახეთ, აი შევდივარ. კიდევ ერთხელ. ეხლა უკვე აი ამის თავზე. აი ეს. აი ეს. ესე გაყევით ბოლომდე. აი ბოლო არკაშიც აი აქ გავაკეთე ორი გრეხილი ესეთი თვალი და ეხლა აი აქ თავზეც ნახეთ, აი ჩანს თვალი. აი აქ ხოთ ორ კედელში ესე. აქაც ბოლო ესეთი გრეხილი. აი მორჩა, ეს არის სულ ძალიან ლამაზია ნამდვილად. შეიძლება და ამ გრეხილი რიგის გარეშეც დაგვეტოვები, აი აქ დაგვემთავრებინა, თუმცა მე მგონი რომ ესე უფრო დაფიქსირებულია ეხლა ლამაზად. კარგი, აქაც მოვჭრათ ძაფი. ცოტა გრძელი ძაფი მოვჭრათ, რომ მე ამითი დავაკავშირებ. ეხლა აქ მოდით, აი პირდაპირ გამოვიტან და აქ შეიძლება ესე ცოტა დავაფიქსიროთ, რომ მე მიკერებისას აი ეს თავის ძირში ჩავიტანო. აი ესე. კარგით. აი ესეთი გვაქვს ახლა ჩვენ ეს ნაკსოვის ძაფის ბოლო, რა თქმა უნდა, დავმალოთ აქ ძაფებს შორის გამოვატაროთ. აი ესეთია. აი აქ რა თქმა უნდა, აქ უფრო მეტი რაოდენობაც ამაქვს, ნახეთ, აქ გქონდა 2 4 6 8, აქ 9 არის. 2 4 6 8 9. ცოტა დიდია,
მაგრამ ესეთი ძაფიც სქელია, რა თქმა უნდა, ძაფის გამოც. აი, სხვაობას ხედავთ ხო, აქ ზუსტად ერთნაირები მოგსოვე. აი ესე. კარგი, დაბა, წარმატებები.